მე ვარ ლიზა ართმელაძე, 13 წლის. სწავლობ შუაღელეს საჯარო სკოლაში. ჩემი საყვარელი საქმიანობაა ცეკვა და მუსიკა. 5 წლიდან უკვე 8 წელია ვცეკვავ ანსამბლ დავლაში. მახსოვს პირველი დღე, როდესაც ცეკვაზე მივედი. ის შთაბეჭდილებები, რომლებიც პირველად მასწავლებლის ენახვაზე მივიღე. პირველივე დღეს დავიწყეთ ცეკვა და ვარჯიში. ჩემი ქორეოგრაფია ნიკა სარდალაშვილი. ის არის ძალიან მეგობრული, მოსიყვარულე და რაც მთავარია, ძალიან კარგად მიყავს ცეკვა და შემაყვარა ცეკვა. ადრე მასწავლიდა ნიკას და ნანა, ისიც ასევე ძალიან საყვარელი მასწავლებელი იყო. ცეკვაში ყველაზე რთული არის ახალი ლეთების შესწავლა, ხოლო ყველაზე ადვილია მასწავლებელთან ურთიერთობის დამყარება. ჩემი საყვარელი ცეკვაა აჭარული. თავის ქება არ გამომივიდეს, მაგრამ ისე კარგად ვცეკვავ, რომ ყველა ცეკვაში ვარ სოლისტი. პირველად ვცეკვავდი მარტო ჯეირანს. სულ მარტო 6 წლის ვიყავ. და ძალიან მერტულა, მაგრამ მასწავლების დახმარებით მივხვდი, რომ რთული არ იყო. და რამდენიმე წელი ვასრულებდი ამ ცეკვას. ამის შემდეგ ყველა ცეკვის სოლო უკვე გამიადვილდა. მქონდა უამრავი კონცერტი და მაქვს 20-მდე ჯილდო. ყველაზე კარგად დაამახსოვრდა კონცერტი ალანიაში, იმიტომ რომ ძალიან გავერთეთ ბავშვებიც, ქორეოგრაფთანაც ძალიან კარგი დრო გავატარეთ და ძალიან კარგი იყო თვითონ ცეკვაც. ადგილები არ ნაწილდებოდა, თორემ ავიღებდით პირველ ადგილს. ჩემს სოლო კონცერტს ვისურვებდი თბილისის ფილარმონიაში. ჩემი გეგმაა, რომ ცეკვას გავყო და გავხდე ანსამბლის ქორეოგრაფი. შევქმნი ჩემს ანსამბლს, რომელსაც ვუხელმძღვანელებდი და დავარქმევდი სიონს. ახლა მინდა ვიყო 17 წლის, რადგან დავამთავრებდი სკოლას და უფრო გადავდგამდი ახალ ნაბიჯებს. მიყვარს ჩემი სკოლა, იმიტომ რომ პირველი კლასიდან მოყოლებული ძალიან ბევრი მოგონება მაკავშირებს. ყავს ძალიან კარგი მეგობრები და მასწავლებლები. ჩემს კლასში ყველაზე მხიარულია ნიკა ჯავახიშვილი. ყველაზე ჭკვიანები ვართ მე და სალომე თურმანიძე. ყველაზე მშვიდია ელენე დავითაძე. ყველაზე ცელქია ნიკა კონცელიძე. ყველაზე ბედნიერი მგონია ლიზი შარაშიძე. მე ვარ ყველაზე ცნობის მოყვარე, მეგობრული და ბრანჭია. ჩემი საყვარელი საგანია მოქალაქეობა. საყვარელი მასწავლებელია იამზე რევაზიშვილი. იმიტომ რომ არის ძალიან მხიარული, კეთილი და მეგობრული ბავშვების მიმართ. თუ ქორეოგრაფი ვერ გამოვალ, აუცილებლად გამოვალ ადვოკატი. ბავშვობაში მინდოდა გამოსულიყავი მომღერალი. სხვათა შორის სიმღერა და მუსიკა ახლაც ძალიან მიყვარს. უკვე 7 თვეა დავდივარ გიტარაზე და ძალიან კარგად გამომდის. თავიდან ძალიან გამიჭირდა აკორდების აღება, რადგან მტკიოდა თითები. უკვე მივეჩვიე და ორივე ხელით კარგად ვუკრავ. გიტარის გარდა კიდე მინდა ვუკრავდე დოლზე. ბევრ სიმღერას ვუსმენ და საყვარელი სიმღერა არ მაქვს, ჯერ ვარ ძიებაში. ჩემს ცხოვრებაში ყველაზე დიდი მოვლენა იყო ჩემი ძმის დაბადება. სახლში ვცხოვრობთ მე, ჩემი პატარა ძმა, მამა, დედა, ბებია და ბაბუა. კიდე მინდა მყავდეს ერთი და. ჩემი ძმა არის 4 წლის და ქვია ლაზარე. ის არის საყვარელი, ცელქი, ზრუნველი, მაგრამ ნერვებს მიშლის ხოლმე. ყველაზე უფრო ნერვებს მიშლის მაშინ, როდესაც მეცადინეობ. მოდის და რვეულებს და პასტებს მპარავს. ჩემი აზრით, ლაზარე რომ გაიზრდება, გამოვა კალათბურთელი. მამიკო არის მეგობრული, მზრუნველი, სტუმართმოყვარე და ძალიან მშრომელი. მე ვარ მამიკოს გოგო. დედიკო არის ლამაზი, საყვარელი, მზრუნველი, მეგობრული, შრომის მოყვარე და პასუხისმგებლიანი. დედიკოს გავარ ხასიათითაც, გარეგნობითაც და ეს ამბავი ძალიან მომწონს. მეც მასავით კარგი დიაცახლისი ვარ, ვაკეთებ საჭმელებს და ვალაგებ სახლს. პირველად საჭმელი რომ გავაკეთე, ვიყავი 7 წლის. ეს საჭმელი იყო შემწვარი კვერცხი. ახლა ყველაზე კარგად გამომდის სენდვიჩების კეთება. მიყვარს კითხვა, თუ წიგნი საინტერესოა. ჩემი საყვარელი წიგნებია პატარა მაწანწალა და მოპარული სიყვარული. ასევე მიყვარს ფილმების ყურება და ჩემი საყვარელი ფილმია ორი ნაბიჯი შენამდე. ზედმეტი ოჯახი რომ მქონდეს, გავხდებოდი მილიონერი. ბევრი ფული რომ ექნება, დავეხმარები გაჭირვებულებს. პირველ რიგში დავეხმარებოდი უპატრონო ბავშვებს. მივცემდი თავშესაფარს და უფასო განათლებას. პირადად ჩემთვის ვიყიდი ესპანეთში ვილას და ვიმოგზაურებდი მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნებში. პირველ რიგში სამოგზაუროდ წავიდოდი იაპონიაში. წინა მონაწილემ დამიტოვა შეკითხვა. დროში მოგზაურობა რომ შემეძლოს, სად ვიმოგზაურებდი და როდის? მე ვიმოგზაურებდი 22 საუკუნის საქართველოში. შემდეგ მონაწილეს ვუტოვებ ასეთ შეკითხვას. ვისთან ერთად იცხოვრებდა უკაცრიელ კუნძულზე? მე მაგალითად ვიცხოვრებდი ჩემს მეგობარ სალომე თურმანიძესთან ერთად. ჩემი ოცნების საჩუქარია შავი BMW. ბედნიერება არის კარგი მეგობრები და ჩემი ოჯახი. მე ვარ ბედნიერი ადამიანი.